გამარჯობათ, ვაგრძელებ პირველი საფეხურის ამოცანების განხილვას. გოში დააკვირდით პოზიციას დაფაზე. ისმის კითხვა ასეთი. შავების ჯგუფი კუთხეში ცოცხლობს თუ კვდება. ჩვენ შეგახსენებთ, რომ წინა გაკვეთილზე აი ასეთი პოზიცია ქონდა, სადაც შავებს აქვთ უკვე ორი თვალი აგებული და მათი ჯგუფი ცოცხლობს. ეხლა ხედავთ, რომ 4 პუნქტი არის, მაგრამ აი საკვანძო პუნქტები B1 და D1. ორივე ჯერჯერობით შავებს არ აქვს დაკავებული. ესე იგი, მხოლოდ ეს სვლა ეყოფათ თუ არა შავებს და შემდეგ საჭიროა გააკეთოს D1 სვლაც, რომ ორი თვალი, მაგრამ ვაკეთებ პაუზას. ამ შემთხვევაში თეთრებს შეუძლიათ ითამაშონ D1, ანუ მეტოქის საუკეთესო სვლა D1, რომელიც ორ თვალს წარმოქმნის, არის თეთრების საუკეთესო სვლაც ასევე. შეგახსენებთ, რომ ორი გადაბმული პუნქტი ორ თვალს არ წარმოადგენს. ამიტომ თეთრები თამაშობენ ამ პუნქტში და შავების ჯგუფი უკვე კვდება. ერთი აქედანაც ემუქრებათ მათ მოკლა და შემდეგ შევლენ შავები თეთრები და მოკლავენ ჯგუფს. თუ შავები მოკლავენ, მაშინ თეთრი თამაშობს გარედან F1, რომლის შემდეგაც თეთრების ჯერ ამ ქვას მოკლავენ და შემდეგ მთელ ჯგუფს. თუ შავები აქ დაიცავენ ჭყალებში, იმიტომ რომ ეს დაცვა არ არის, მაშინ შავების მთელი ჯგუფი კვდება. მას ასე თეთრები იგებენ ამ სვლითაც და თეთრები იგებენ აი ამ სვლითაც. ანუ ორივე საკვანძო პუნქტი თეთრებისთვის წარმოადგენს მოგებას. თუ ასე იქნებოდა და შავების სვლა, მაშინ როგორც განვიხილეთ წინაზე, არის დაცვა და შავების ჯგუფი ცოცხლობს. ახლა გადავიდეთ აი ასეთ პოზიციაზე. დააკვირდით მეგობრებო. ისევ კუთხეში არის შავების ჯგუფი, აი ამ ფორმას ქვია პანუკი, ყვავილი. შუაში რომ ჩააგდოთ, ყვავილს გავს ხო? პანუკი. თითქოს შავებს აქვთ ორი თვალის აგებს, ერთი თვალი არის. თითქოს ორი თვალი, აქაც შავები, თეთრები ვერ შედიან აქ. პირველივე სვლაზე, იმიტომ რომ შავები მოკლავენ. და თითქოს შავებმა იოლად უნდა აგონ, მაგრამ თუ თეთრების სვლა, მეგობრებო, აი თეთრებს შეუძლიათ ითამაშონ აქ L3 პუნქტში და აი შავების ეს პუნქტი, რომელიც თითქოს თვალი, ამას ქვია მეგობრებო ცრუ თვალი. თუ შესაძლებელია რომ ჯგუფში ატარისი მოხდეს, ჯგუფის რომელიმე ქვა მოხდეს ატარიში, ეს უკვე არის ცრუ თვალი. ეხლა შავები იძულებული არიან აქ დაიცვან და უკვე მხოლოდ ერთი თვალი რჩება, მეორე თვალის აგების საშუალება აქ არ არის. თეთრები აქ არ შევლენ, რა თქმა უნდა, ჯერ ითამაშებენ აქ K1-ში. თუ შავები დაიცავენ, მაშინ ხელყუმბარის ჩაგდება. თუ არ დაიცავენ, ჯერ ითამაშებენ L1-ში თეთრები და შემდეგ მოკლავენ. ეხლა დავაბრუნოთ, თუ შავების სვლა იქნებოდა, ისინი ითამაშებდნენ აქ და ორი თვალი უკვე აგებულია. თეთრები აქ ვერ შედიან, შემდეგ შავები აი ამ თვალს დაიცავენ სრულყოფილად. ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება, მეგობრებო, თუ რატომ განვიხილე აი კუთხის ამოცანები. კუთხეში ჯგუფის სიკვდილის სიცოცხლეზე ამოცანებს ქვია tsumego. მოგეხსენებათ იაპონური ტერმინოლოგია. კუთხეში სიკვდილის სიცოცხლის ამოცანების კარგად ცოდნა ძალიან წაადგება ნებისმიერ
მოთამაშეს, არა მხოლოდ დამწყებს. იმიტომ რომ კუთხეებიდან იწყება თამაში და ეს რატო? კუთხეებში ქულების დაგროვება არის უფრო იოლი ვიდრე ცენტრში. აი გადავალ მაგალითად მე შემდეგ წყობაზე აი აქ 1 2 3 4 5 6 შავების 7 ქვას უჭირავს 1 2 3 1 2 3 4 12 პუნქტი კუთხეში. ხოლო აი აქ აი ცენტრში 1 2 3 3x3 9 პუნქტი დასაკავებლად ნახეთ რამდენი ქვა გამოვიდა 12 ქვა არის საჭირო. ესე 12 ქვა ეს 12 სვლა არის და 12 სვლას ვინ გაცლის, თუმცა დიდი დაფაზე მაღალი რანგის პროფესიონალები ახერხებენ ხოლმე ცენტრშიც აიღონ ქულები. ამას დიდი ოსტატობა ჭირდება. ჩვენ კიდევ ნახავთ მომავალში თუ რატომ აქვს უპირატესობა კუთხეებიდან ქულების აღებას და შესაბამისად სუმეგოს ამოცანების კარგად ცოდნას. ამით მეორე გაკვეთილს, მეორე მეცადინეობას ვამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.